აქვს თუ არა გავლენა ნეგატიურ ფიქრებს თქვენზე? მოდით დავიწყოთ ამის დადებით ჭრილში განხილვა. ზოგადად ნებისმიერი ქმედება, საქციელი, რა თქმა უნდა, ჩვენში იწვევს გარკვეულ ემოციას, იქნება ეს დადებითი თუ უარყოფითი. რადგან ნეგატიურ ფიქრებზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ნებისმიერ აღქმას თავისი საფუძველი აქვს, ხო? თუ რატომ წარმოიშვა ესა თუ ის აზრი ჩემს გონებაში. აი, როდესაც თქვენს თავს დაუსვამთ აი ამ კითხვას, შემდგომ ეს მოგცემთ გარკვეულ გაანალიზებას, თუ რატომ ხდება ასე. ეს არის თქვენეული აღქმა, თუ ეს არის საქციის უშუალოდ ობიექტურად შეფასება. იქნებ სწორედ ეს არის გზამკვლევი იმისა, რომ რაღაცა უფრო მეტად გაითვალისწინო, რაღაცას უფრო მეტად დააკვირდე, ჩაუღრმავდე, ან შენს თავში იპოვო ისეთი რესურსი, რაც უფრო მეტად გასაუმჯობესებელი გაქვს. გახსოვდეთ, რომ ნეგატიური ფიქრები კი არ განსაზღვრავს თქვენს რეალობას, არამედ პირიქით თქვენი რეალობა განისაზღვრება თქვენი მოქმედებით და ზოგადად სიტუაციის აღქმით. ნეგატიური ფიქრები ძალიან კარგია, მას უნდა მივცეთ პირიქით არსებობის საშუალება, უბრალოდ უნდა ვისწავლოთ მათი კონტროლი. მინდა ესეთი დავალება შემოგთავაზოთ, ერთ-ერთი აქტივობა, რომელიც დაგეხმარებათ ნეგატიური ფიქრები დადებითად გადააქციოთ. პირველ რიგში ჩამოწერთ ნეგატიურ აზრს, ან ზოგადად აზრებს, რაც გონებაში მოგდით. და დაფიქრდეთ იმაზე, თუ რა სამ დადებით გზავნილს გაძლევს თითოეული მათგანი. ესე იგი, რაზე გაფიქრებს, რაზე მიგითითებს და რა სარგებელს გაძლევს ის. ამ დადებითი აზრების საფუძველზე დაგეგმე შენს რეალურ ცხოვრებაში რა ნაბიჯები შეგიძლია გადადგა, რომ აი ეს მიზანი ნელ-ნელა რეალობად აქციო. მაგალითად, თუ მე მიმაჩნია, რომ არ ვარ საკმარისად კარგი, ამას შეცვლით დადებითად, მე მაქვს შესაძლებლობა ვიყო საკმარისად კარგი და იდეალური მე შევქმნა და შემდგომ რა შეგიძლიათ ამისთვის, რომ გააკეთოთ. იქნება ეს წიგნის კითხვა, იქნება ეს კურსის გავლა, იქნება კომპეტენტურ ადამიანებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა, იქნება უფრო მეტი ინფორმირება აი ამ სფეროსი, ხო და დაინტერესება აი ამ კუთხით. ამიტომ, როდესაც ამას ჩამოწერთ და შეხედავთ, ხო, აღიარებთ საკუთარ თავს, ან შემდგომ გადახვალთ მოქმედებაში. იმისთვის, რომ ეს გაანალიზება გადაიტანოთ მოქმედებაში, დაგეხმარებათ რა? ყოველდღიური გეგმების წერა. თუ ამას პირველად აკეთებთ, მაშინ ამ შემთხვევაში უფრო დეტალური დაწერილობა დაგჭირდებათ ამის დღის დასაწყისიდან დღის ბოლომდე, რა საქმეებით ხართ დაკავებული. და აი ამ საქმიანობაში გარკვეულ დროს იქნება ეს თავდაპირველად 9 საათი თუ 1 საათი დაუთმობთ იმ საქმიანობას, რომელიც ვთქვათ, დაგეხმარებათ იმისთვის, რომ იყოს საკმარისად კარგი და მისაღები საზოგადოებისთვის, ხო? თუ ეს რა თქმა უნდა თქვენთვის მნიშვნელოვანია. თუნდაც წიგნის კითხვა დაუთმობთ გარკვეულ დროს. თუნდაც კურსის პირველ ეტაპზე მოძიება და შემდგომ კურსში ჩართვა და უშუალოდ სწავლება, ხო? ამას შემდგომ დეტალურად ნაბიჯებს თქვენ თვითონ გაწერთ, რაც დაგეხმარებათ მიყავეთ აი ამ გეგმას და გეგმის მიხედვით, როდესაც ყველა პუნქტს შეასრულებთ, საბოლოოდ ეს თქვენს თავდაჯერებულობაზეც იმოქმედებს და რა თქმა უნდა დადებითად აისახებათ თქვენს პიროვნულ მეზე. იმისთვის, რომ ეს ნეგატიური აზრი პოზიტიურად გადაიქცეს, თან უნდა ახდას ამას მოქმედება, ხო? იმიტომ რომ თეორიული ცოდნა ვერ დაგვეხმარება იმაში, რომ მოკლე დროში გავხდეთ ჩვენი თავის უკეთესი ვერსია. იმისთვის, რომ დადებითზე მეტად კონცენტრირდეთ, ძალიან კარგი იქნება დღის განმავლობაში 10 დადებითი მოვლენის ჩამოწერა და აღიარება. ეს არ არის აუცილებელი რაღაც განსაკუთრებულთან იყოს დაკავშირებული, შეიძლება თუნდაც ერთი ფინჯანი ყავა სასიამოვნოდ მიირთვათ თქვენს მეგობართან ან ოჯახის წევრთან, ხო? ესეც დადებითად მოქმედებს თქვენზე და სასიამოვნო მოვლენაა, ხო? ამიტომ ესეც რა თქმა უნდა და ის წვრილმანი რაღაცებიც უნდა შეიტანოთ აი ამ დღიურში, რადგან უფრო მეტად კონცენტრირდეს თქვენი გონება დადებითზე, ვიდრე უარყოფითზე. ცვლილება პირველ რიგში იწყება საკუთარი თავიდან და როდესაც რაღაც ცვლილება გსურს, ეს უშუალოდ გიბიძგებს იმისკენ, რომ გახდე უფრო მეტად უკეთესი და კარგი პირველ რიგში საკუთარი თავისთვის. ამიტომ გისურვებთ წარმატებებს და შეგიძლიათ კომენტარის სახით გაგვიზიაროთ თქვენი რჩევა, რაიმე ტექნიკა ან გამოცდილება ცხოვრებისეული, რამაც თქვენი ნეგატიური ფიქრები დადებითად შეცვალა.